გაუმარჯოს მაყურებელს, ეს არის ჭამე ანაჭამეს ახალი ეპიზოდი და დღეს ჩვენი სტუმარი არის შონზიკა. მოგესალმებით. გენაცვალე, მადლობა. ჩემი ფეხი თქვენ გადაცემაში მოგზავნები. შენ შემოგევლე, შენ გენაცვალე. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გვესტუმრე. მადლობა რომ მომიწვევ. და ჭამაში ისე ამბობ ხოლმე რომ მე მაინდა ძლიერი ვერა ვარ ბიჭები. სამეურია შევიდა. მე ბევრს ვებჭამა, მე ვერა რა. მე არ შემიძლია. აუ მართლა აუ. აი ნახოთ რა. შევხედოთ რა გამოვა. აუ ეხლა ძალიან ბევრი რო ჭამა უეჭველი დამეხიო კომენტარებში. ხო, შესაძლოა არ გამოვრიცხავ. წესები შენ იცი? Yes. ხო, მაგრამ მარტივად მაინც უცებ ორი სიტყვით მაქსიმალურად შემოკლებულად ავხსნით. დღეს გვექნება ჩვენ წარმოდგენილი 12 კერძი. დავიწყოთ რეებია. ეს არის რაღაც. აუ ეს შემწვარი როგორ მევახე. ეს შოთია, ვოდკა. აუ სუში. სუში, ზეფირი, ლობიო. პირველი რა არის? ბროწეული. ეს სატაცური. სატაცური, არყი, შოთი, სუში, ზეფირი, ლობიო, ბროწეული, პომიდორი, ჩერი, კრუასანი, კოლსონი, ტოლმა, კალმახი, შემწვარი წიწილი და ეს არის შნიცელი. აუ 8 შნიცელი, მაგრა გამისწორდება. 8 შნიცელი დაგლიჯოს. არა შანსია რა. თაფილე ხო იცი ძალიან არის საშინელი საჭმელია. ბარემ ვიტყვი უცებ რომ ვინც ახალი მაყურებელი არის. 1-დან 8-მდე არის ციფრები, ეს არის ამის უკან იმალება რაღაც კერძი კონკრეტული, ციფრი ასახავს კიდე რაოდენობით კერძი იმალება უკან. ან 8 წალი ბროწეული, 8 წალი სუში ან ესე შემდეგ ან 5 არაკარტის შოთი და ესე შემდეგ. გვაქვს სამი დახმარება, ლუდისას დახმარება, რომელიც თითო-თითოს გამოყენება შეგვიძლია და ასევე კითხვის ნიშანი, რომლის გამოყენებაც მხოლოდ შენ შეგიძლია. მან იმალება რაღაც ჩელენჯი, რომელსაც თუ შეასრულებ, ფულიც დაგერიცხება და ბედნიერი იქნებ და ჭამაც არ მოგიწევს. შვენიერ. სანამ დავიწყებთ შონზე. მანამდე აი ისო ფილე არისო და რთული საჭმელი იქნებაო. მან მისაღოლებელი ხო გჭირდება? აბა ისე. აბა. გამეცი მაგაზე ვასწრაფი. და ჩვენი მეგობარი ლუდი პავარი არის ჩვენს გვერდით და მოკლედ დაგვეხმარება იმაში რომ გემრიელად მივირთვათ საჭმელი და ჩავაყოლოთ კარგად. გაგვიმარჯოს მოკლედ და იმედია საინტერესო ბრძოლა იქნება რა. კაი სუფრა. ნამდვილად. ყველაზე მეტი ხინკალი რამდენი გიჭამია? 18. და ეს ადამიანი ამბობს რომ ვერ ვჭამო მე. 18 ხინკალი ბევრია? არა, შენ რამდენი გიჭამია? მე ალბათ რა 12, 13, ალბათ 15. მარტო ხინკალს გულისხმობ, ხო? ხო, იასნა. ნუ ხინკალი და ლუდი. ლუდის გარეშე არიან ტიტანები რომლებიც გიჭამენ. ჩემ პირადად ისროფ ერთს. კი, ჩემი და შენ დაგითმობ, იმიტომ რომ მე გაცილებით მეტი გაქვს ჩემზე დაჭამე ხინკალი პირველ არჩევანს შენ. აქვე ლუდისა ჩვენი წამდგენი, ჩვენს გვერდით არის ჩიფსი თომოგინა მიაყოლე, მე არ ვარ წინააღმდეგი. მიდი დაუშვი დავაი. კაი, ციფრი უნდა ავირჩიო. 4-ით. ციფრი ნომერი 4. აი, აქედან ყველაზე მეტად რას შეჭამდა? აუ, ხო, ეგ მაინტერესებს და გაგრა შენთან უნდა დამესვა. ალბათ წიწილა. ბიჭო, ტოლმა ესეთი არ მიყვარს, მე მიყვარს ის რა. ხო, კომბოსტოში რო ეგ არ. ეს დავაჭირო, ხო, ამას რა. ხო, შენი ციფრი შეგიძლია ამოიყვანო. ჩაიხედო შიგნით და გადაწყვიტო. და მიმალო რა. რავი, ჩაიხედო. ესე იგი 4 რა უნდა რა არის ეს? დიდად ახტოვანებას ვერ ვხედავ შენ თვალებში და. პირველი ეს არ ვიცი რამდენად. მოკლედ ეს არის 4 წალი შნიცელი რა. 4 წალი შნიცელია? შენ ხო გიყვარს ციცაბა პირველი ეგრევე გაგიმართ. შნიცელზე. ბიჭო რა არიცი? მოდი მე შენ პატივს გცემ და პირველს დაგითმობ რა. დავითო. პირველს დაგითმობ და თან შევხედოთ ერთი რა შეგიძლია რა. რა შეგიძლია მაინტერესებს. აი, ეგა სიმართლეა, მართლა შნიცელია, მე შენთვის მინდო და პატივის ცემა ძმაო. აუ შენ გენაცვალე. მას მექნა ციცი რა 4 წალია? კი. 3, 2, 1. წავიდა დრო. ოუ. შეჭამა უკვე. 3 წუთი სადაა? აუ არის თული ხო იცი ეს ფილე. შრალია? არ არის. აი შემიძლია მივაყოლო? კი, რა თქმა უნდა. არ არის მაგის პრობლემა არანაირი არ მინერვიულობა. არა, ნუ მოასწრებ, რავი. ანუ ნახევარ წუთში ერთი შეჭამე, ეგაც. სამ რევასება ეს. გემრიელია. კაია, ვარ ვაფშე. გემრიელია? აუ, შენ გე. ლაი, მაგარი ხელია. ალიმ გააკეთა თვითონ. პირველი რო შნიცელი ამოვიდა რა უცნაურია დანარჩენები რა იქნება აი ბროწეული უეჭველი იქნება მაგრამ ბროწეული როგორ უნდა რა ფორმით უნდა იყოს შეიძლება უნდა გაფრთხნა თუ რა უნდა გააკეთო მე მიირთვით ნუ მოწდებით მე ჩემთვის ვჯელობ უბრალოდ საუბრო თუ ვერ ჭამთ არ არის პრობლემა -100 ლარი და შეგიძლია ტანებდეთ მე არ ვარ წინააღმდეგი
გაერთიანა. აუ არა ბიჭო, წინა გადაცემაში იყო ჭადის ჭამა მომიწია და მაგანაც იმენა დამბრიდა რა, აი პროსტა ვერ ვჭამდი, აზრი არ მქონდა რა და იგივე ჩუაკია დაახლოებით ფილეც გათმის. აი ეს სიმშრალე, ხო? ძალიან მარტივი საჭმელი იყო. არა, აგინდა თავისუფლად, ხო, თავისუფლად ასრე. ეგ რომ ბარკალი ყოფილიყო, ეხა ის ხო ჩიჩია, კაი. იქნებოდა ხოშიანი. აუ. აჰა, ძმაო, დაუთმე ადამიანს და მე ორ წამში შეჭამს და всё, შენ იჯექი ესე პირდაღებული და ფშიერი. მე ჩავყვაბ, ხო? სასურველია. როგორ მოვასროს ახლა? კაი იქნება. 30 წამში როგორ გადაყავს? გარდაელო სასტრაფო მობილიზებული ყავს სასტრაფო და მეხანძრეები, არ ვიცი მეხანძრეები რა შეგჭირდება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც შეიძლება რაღაცა ისეთი ცხარე ამოვიდეს, რომ ჩაქრობა მოგვიწევს. ეგ არის. 150 ლარი შონზიკას ანგარიშზე. ძალიან გემრიელი იყო, ვალიდეიდა. მართლა ძალიან გემრიელი. ვალიდეიდა. ჩემი გამოცდილები ყველაზე მურტალი იმალება დაბალ ციფრებში ხოლმე რა, ყველაზე რთული საჭმელი. ანუ ასე ხან მაინდა-მაინც ეგრე არ არის სულ, მაგრამ რაღაცა ისეთი ერთიანი კერძი იმალება ხოლმე, რომელიც ხო რა, რთული საჭმელია. ამიტომ მე ვიქნები თავხედი და ავიღებ 800. ვა, უბრალოდ ტოლმა რო იყოს და ვასში ეს რო იყოს ზემფირი თურმეა მარშმელოუ ამოვაცოთ ცეცხლზე და შევწოთ და მარშმელოუ არა სხვა შორის ეგეც არ არის მარტივი საჭმელი. იფუფეფა. ლობიო მარცვლების რაოდენობა იქნება თუ ქოთანი შეიძლება იყოს. ანუ 8 ქოთანი ლობიო? შეიძლება ერთიანი. აჰა, მოვიდა ჩემი რბიანი. ღმერთო ჩემო, ოღონდ გთხოვს არ იყოს რამე 8 ცალი კალმახი რაღაცა ეგეთი. მაგრამ პატარა კალმახი გემი. 8 ცალი პატარა კალმახი. რაღაცა ისეთი მინდა რა, easy peasy რო იყოს და ძალიან გამიხარდება რომ 150 ლარს შევიძენ. აუ, რა მაგარია ჩემი, ეგ არის, უეჭველი მივჭამ. პომიდორი. თუ პომიდორია, მაშინ შეჭამ. იჭამ. არა, მარტივი, აკეღადავე. რთული ნახდათ არ არის. მაგრამ ვერ ვიტან ამ რაღაცას ეხლა რაც სატაცული. აუ მე საშინელება. გევასება? არ მევასება. ეხლა რო წაგართო შემიძლია? უკვე გვიანია გევასება. ეხლა აიგე და მოგინდა. არა, მაგითო გითხარი რაღაცა ისეთი და დავიჭყანე რომ მეთქი არ წამართვას თქო რა, მარტივი საჭმელია იდეაში. ხო, ანუ რაოდენობის ალბათ ვაცალია. ეს წამები უნდა გქონდეს ამას? ხო, ეგრე მუშაობს. არა, ეგეთ მე მაგრამ მევასე. მარილს საერთოდ ძალიან მევასე. ცოტა მარილი არასოდეს არ არის? ამოიწერეთ არხის ამარილი. 1 2 3 წავიდა. არა, ადვილია, ძალიან ადვილია მაგის შემო. არ მოგვს გემოზე მართლა. არა. ეგრე, ბიჭო, რატო? მე მაგრამ მომწონს. არა. იქით რატო ვიყურები? სულ ტურეტი მაქვს და მე ვარ ჭიჭიების კაცი და ესე ვაკეთე. Fuck you. კიჩი. სხვათა შორის კარტოფილს უხდება ძალიან ტაფაზე იწובה. ოღონდ ძალიან ძვირი ის როგორც ვიცი ეს სცენარი. ვაფშე არა კაი ძმაო, არ ვიცი ამაში ფულს რატო იხდიან. იცი რა ღირს ძალიან შენთან მაგრამ. არა, მაგრამ მართლა ძვირი ის. ოუ. ამი სხვა ხო არ მოგიდა. სატაცურიაო შეიძლება გითხრა რა. კაქტუსია მაგრამ. ხო მიხავს კაქტუსი ახლა. თავზე. Cactus. ეხლა რო ფიქრობ 7 ცალი რაც არ უნდა მომივიდეს. არა, კროასანი 7 ცალი. ქევზი 7 ცალი და კრუასანი გააჩნია ახლა არსებობს დიდი კრუასანები და არსებობს პატარა კრუასანები. ის თუ ბოლოს ყველაზე მამალი რო შევინახე იმენა. ეგ ხეა, ხო იცი? სვეტში იმენა ის არის. აჩეხილი ხეა. მუხას ვჟამ. სატყეო შემოვა ეხლა. საშინელება. ეგ ხო შეიძლება დაჩეხო, შეინახო და ზამთარში ანუ ცეცხლში შეიძლება გავხიე. აუ რა ხება. 40 სამში რო მარტივი იყო ძალიან მარტივი. საჭმელად მარტივი, მაგრამ თუ არ მოგეწონა მაგონში იყო ცუდი რა. გემო. რატო ჭამთ ბალახს ადამიანები? ვეგეტარიანელებია სადაც პროცეული არსებობს. სადაც
ხილი ჭამე, ხილი, ბიძი. თქვენი ჯერია ბატონო ჩემო. რაღაც თევზის სუნი. ლალი, თევზი იქნება, ხო? მე აი სუში ამოვიდეს რა შვიდი გეხვეწა. შეიძლება არ იყოს ვაფშე რო იცი. შეიძლება არ იყოს. მოდი მაშინ მე შენ ტაქტიკას მივყვები. რომ პატარებში დიდი რაღაცებია და დიდებში პატარები. აი რა ვირჩევ 6. არის 6. კრუასანი რო იყოს 6? კრუასანი 6 დავიტოვებ არა. ხო, დაიტოვებ აი შენი გადასაწყვეტი არა. შენაც დაიტოვებ. აი მაშინ მოდი რა პირდაპირ გეტყვი რა ზდევს რა. დავა ეგრევე მაჯახე. რა ნაი? ეხა კრუასანი დევს. ხო, ეხა ეგონებოდ რომ არის. აი ატრაგები. ეხა ეგონებოდ რომ მართლა წინასწარ იცი შენ კრუასანი მართლა. რამხელებია? პატარები, რასაც ვიძახდით პატარები. რაღაცას ატრაგებ. გიტოვებ რაღაცას ყოფება ის, ხო, რაღაცას ატრაგებს. შენ ჩემი გჯერა ზმაო, შენ ზმაკაცები ყოფილიყავთ და ვართ. იმიტომ რომ მართლა კრუასანია. რა არა, სხვა რაღაც რა. კრუასანია. რა, ბოდა პაღამხელი რა გაცინებს, ლალი? შენ ჩემსკენ ხარ თუ იმისკენ, დათვისკენ. ლალი, დადი კუხნაში. ეს ვინა, ამის ჭამას რა უნდა, ორ წამში შევჭამდი და 1 3 7. აუ ლალი, რა ლალი რა. ორი გვაიმე კაი ჩემ. და აუწერე რომ მოიგო რა აზრი აქვს. შემი. რაუსინდისობა თქონდა ადგილი ვაიმე. აი როგორ გითხარ რომ საღოლძმაო. როგორ გაკაჩე. გადავიდეთ ხა ჩემი ჯერია. დიახ. მე შენ როგორც ადამიანს გენდობი რა შუაშია და არ ვიცი და შვიდ შენ დაგიტოვებ და მე ავიღებ 3-ს. 3 სტუდიაში. რა შეიძლება იყოს 3-ში ხა ისე 3 იქნება არახი. რომ ვერჭამ. ამოვიდა, აი მოდი ლალი ამოვიდეს ბოლოს აქეთ შეიძლება. აუ ისე ნერვებს მიშლიან ისინი ბიჭო, ისე თვალებით იყურებიან იქიდან. შიშველი რო ამოვიდეს. ლალი იჯდება ამ ყუთში, ეჭვი მაქვს თუ ესე რა. აუ რა მარტივი რაღაცა. ზეფირია სამიცალი ესეთ პატარა. ენა დავიგინო რომ ლობიო არის. არ დაიგინო. ლობიო არ არის. აი, მაშინ რაც არ უნდა იყოს შენი იყოს. მადლობელი გენაცვა. არა სხვათა შორის პატარა მოგატყუება რა ზეფირი არის და ეს რა არის ჩემი. ეს რანაირი ზეფირია? არა, წესი თავი არის ზეფირი. ეს არ არის. წარმოდგენა არ მაქვს ზეფირი არ მიჭამია ალბათ ერთი კაროჩე რაღაცებს მაგოიმებს რა შენთვის მარტივებს და დიდი კრუასანები მე რო ამეყო კრუასანები დიდი კრუასანები ქონდა უეჭველი ჩემთვის დაგადებული საფრანგეთი შენ რო აგეყო ახლა ზეფირები ამ ხელები მოვიდა მე ის მომივიდა რაღაცას მიჩალიჩებს ბიჭო ეგ მართლა ეს არის ზეფირი ეგ რაღაც სხვათა შორის შეგიძლია რომ პირში ჩაიყენო ახ ხო გეუბნები ბიჭო პატარებიც ქონდათ ხო უეჭველი ძმაო პატარებიც იყო და მე დამიდო სპეციალურად ისინი რა ქვია დიდები აჰა მე შევჭა პატარა მე გირჩევთ რომ აი როგორც მე კრუასანები ჩავიტენე მაქსიმალურად რაც შეგეტევოთ რომ ჩაიდოთ აი პირველს იმას ვიზამთი ჯერ დაიქნება და მე მაგის მიხედვით 3 2 1 ოუ ბილი ხო არა და ეგრევე ჩავა არა ბილი არა, გადაყლაპაზნელია ეხა მაგის ანუ ამისია შეგეყვია. ლუდი მიაყოლოსო უთხარიო დამირეკეს. სხვათა შორის ლუდი და ზეფირი რაღაცა. ანუ მართლა ანუ ამერიკაში ხშირად წვავენ ამას და თან ლუდს აყოლებენ. ბარბეკიუს რო ეძახიან, ხო იცი? ყელსაბამია. აუ რა გამახსენდა იცი? ბავშვობაში გახსოვს? ეს რო იჩნდებოდა რაღაც კამპედიანის. ხო, რო ჩავდი, მაგას არ გააქვს. აუ კასტეტია. თანაცუდია. კასტეტი გააკეთო მარლა დამარტყა. აუ კასტეტი მოხდია ისე ოდეს მე. აუ მე კი სუბიტებით მსებენ მე. ბიტები და მასკიანები. ვაა ხიო.
ყველაზე რთული რა ამოსულა? კაი, ეს არ მოსულა, ეხლა ის რომ გელაპარაკებო. ჩურჩხელა ამოვიდა 8 წალი? ერთი ჩურჩხელა რთული? სად დავარ ჩემი? არა, ძალიან პირდით საღირჭო სან ხო იცი? თუ ძველია, ჟანრის შეუძლებელი იყო ჭვიშტარი უფრო ჭვიშტარი. თან მით უმეტეს ერთ-ერთ სხვილ სუპერმარკეტების ქსელში თუ იყიდე, იქ ყიდიან ძალიან გამომშრალს, აი ძალიან გამომშრალი მჭამდია. კგზე იწყება საერთაშორისო. მან იყიდება ან მარტო საბურთალოზე ჭამდი ხოლმე მე. სადაც არ უნდა იყიდო, აი ძალიან მშრალია რა. ლაშა გელაშვილმა რო ბულკი გამიძრო, თუ შეჭამრაზე ერთ წუთში 500 ლარს მოიეფო, მაგაზე უფრო მეტად აშრობს ის რა, ვერ ყლაპავ მე. თუ არ მიაყოლდა რაღაც ძალიან რთული. ასე ვამპიროს. ეხლა შენ რასაც შვები ძალიან საშიშია, იცი? ზეფირი და ლუდი. შევამოწმოთ. აი. ბრავო. რავი ბიჭო, აი საღეჭათ იყო ძალიან საშინელება და ძალიან აიტყბილი ის რო იყო. პირიქით ეს მან რომ ისწორდებოდა. რო ჩაქონდა ის იტკბო რა და ცოტა გემოზე გადაყავდა რა. ლუდი და ტკბილი ერთად რაღაც. მე შეიძლება მითია ეგ სხვათა შორის. მე ვიცი რომ ნაყინი და ლუდი დაჟე დელიკატესად ითვლება სადღაც. სხვათა შორის ორი დახმარება გაქვს. ორივეზე შეგიძლია დახმარება გამოიყენო, ფულით ჩაგერიცხება, შეიძლება მეტიც ჩაგერიცხოს, გააჩნია რა მოგივობისას დახმარებაში. და ნუ მოკლედ ძალიან ბედნიერი და მშვიდი, შეგიძლია მეწამართვა და მაგაზე გამოიყენო დახმარება. მაგრამ მე შემიძლია რომ წაგართო. ლუდის გავსინჯე და ძალიან მომეწონა სხვათა შორის მართლა. მოდი უღრმესი მადლობა. შენია ხო ეს კომპანია როგორც? კი, მე ვარ მფლობელი და გენერალური დირექტორი და ეს ადამიანი ოპოპაკი და. Peter Parker 5 სავირჩევ მე. ციფრი ნომერი 5 კი არა და ლოტი ხო? 5 თევზია. მე მგონია რომ ეხა იქნება რაღაცა. აი ტოლმის ხმა იყო. ხო. ტოლმა დაუვარდა აშკარად. აი, მე დავარტყი ხო მე რატო ვაჭრე შენი ის არის. რა იქნება რა. ესეც სახე უნდა მივიღო. არ უნდა შეცვალო მიმიკა. აგრა გაეცინა მიმიკა არ შეცვალა. ვაინზონის ახლა რა თუ ამოვიდა ეს. რა. სუშია 5 წალი? გენდობი და წაგართებ ჩემი რამიდის. არა, სხვა რაღაცაა ხო? აი რა ტოლმა რა, არ მინდოდა ტოლმა. ბიჭო არ მიყვარს სიმიანი რა. თუნდაც დახმარება გამოიყენე, გამეცვალე და მე შევჭამ. ყველა ვარიანტში მომიწევს მაგის გაკეთება. მაწონი უნდა შემოიწა. აი ეს ფოთოლში რატო არის გახვეული? დაენანათ ვაზი? მოდი ავიღოთ წითელი ლუდისას დახმარება. იმედია რამე პატიოსანი ამოვა. რაო თუ ვერ შეჭამე არ გაკლებ თანხას შენი ტერილის დამები არ გვაქვს. არა არ ჭამ. ვარც ვცდია მის ჭამას. ბიჭო აი არ მე შემიძლია ვჭამო? და მაყუთი მექნება? აი ჩვენი ლალიკო როგორც გადაწყვიტავს ლალიკო. კიო, ლალიკომ კიო. თუ შეჭამ დაგემატება თანხა. აი ეს რაღაცა ექსპრომტ წესი მოვიფიქრე ახლა. მე ახლა აქ ვარ ორიენტირებული იმაზე, რომ რეკორდი მოხსნა. მე მართლა რა მიყვარს. ჩარტე. მე რო არ მიყვარს თორე როგორ ვერ შევჭამ. 3 2 1 ბიჭო მარტივი საჭმელია, ძალიან ცოტა იყო, მაგრამ არ მიყვარს, აი მართლა არ მიყვარს, აი ძალით როგორ უნდა მეჭამა. ორად ჭამს, აი სინდისო ადამიანია. ვაზი ხო გავსინჯე ახლა და პირში რო დამიტოვა გემო, მაგ ეგეც აი როგორ არ სიამოვნებს ახლა ეცი. ვინო რომ გამოგივიდეს პირიდან. ფოთლებიდან არ იწურება სამწუხაროდ, თორე ხო არა რო კითხო ვერ ვჭამო ხო გადაიკეცა რა ვჭამე 2 არა ბევრი არაფერი არ მოგწვია ეგეც მართალია ხო ძალიან მარტივად გაგოწვერი ბიძი 150 არა არა ჯეიმე ქველმოქმედი ვარ შეჩემა მაყუთი არ მაინტერესებს უფრო მინდა რომ რეკორდი მოუხსნა რა ვინ რაბანამ ხო რაბანამ 650 იყო რაბანას რაბან ჩემი მტერი ხრი აღარ მიყვარ ხარ ვა გული მერეო ცოტა 7-2 ერთი საღება იმენა არ მინდა ან 7 უნდა ვიყო ან 2 იყო 7 ჯანდაბას თქვენი თავი აი ხა იმას გონია რომ სუში იქნება შიგნით და ეს ძალიან მინდა წავართმე მე წაგართმევ მე კიდე ერთს სუშს არა რაც არ უნდა იყოს რაც არ უნდა იყოს კი არ გებზვი ხა რეკორდზე რო ვერ ახვიდე მაგრამ ამენ რატომაც არ გებზვი ხა მეც მინდა ფული რა წინა გადაცემაში გავედი მინუსში ერთი კაცი იგებს წინა გადაცემაში ფული დამატოვებიდეს რა -200 მქონდა კაი ნომერი 7 სტუდიაში აი აქ ან სუში უნდა იყოს ლოგიკურად ან პომიდორი ხო ლობიოზე ვერ ხვდები აი შეიძლება ლობიო იყოს ლობიო რაც არ უნდა იყოს შენი იყოს ხო არ გინდა არა რატომ
არ მინდა. აბა რეკორდს როგორ დავამყარებ ეგ? კაი, არ გინდა ნუ გინდა ჩემი იყოს. აუ რეკორდს ვერ დავამყარ. ხო? ნაკალე ჩიტივით. ჩერიკო. ჩერიკო. და ბაცულები არის დიჯო. აი ამებს სიამოვნებით შევჭამ და რა არის ვაზში გახვეული ტოლმა. უნწებიანად არა კვატი. არა ეს მომაკვდინებელი. სიანიდით რაღაცაა. სიანიდი არის 3 კილო ფაშისტები დარბოდნენ, აი ეს ხონდა ყველში შედებული. ესე ის რო. დაიჭერდნენ იმაში. მე კიდე იძახით ჭამე. აზრი არა. დიატუხა. ვაჟიაზე კარტმაში არა ხარ. კაი, მე მზად ვარ. 3 2 1 ვაიმე რა ფერი მიყვარს პომიდრები. ძალიან მიყვარს რაც. მე რა მოგატყუე რა არის მეთქი? სუში არისო, ეგეთი არამზადა ვარ. ჭიანია. ჭიანი ყველაზე გემრიელია, ხო ის? დიდს შეჭამდი? დიდ პომიდორს. შვიდს. ვერა? ნუ ეხა ის კი არ ქართული დიდი. მე ვერ მოვასწრებდი თემა ალბათ. ვარდისფერ პომიდორს ვერ ეძახენ, ეგ კი არ ჩვეულებრივი რა. ალბათ ვერ მოვასწრებდი. ხო, ვერ მოსწრების თემა უფრო მეტად ადვილი იყო. მაგას ვერაზეს ვერ ვაკეთებდი. მამა ჩემი აკეთებდა. მოვიგე. ძის ნახები უნდა ვჭამო. ვირთხის სამალიო მონდაყრილი. არა, მართლა გადაავლე რა. ლუდი გადაავლე. ჩვენი მეგობარი ლუდი პავარია ყველაფერ შეგვეხმარება. აუ ეს უნდა მეჭამა და მე სამ ყველაფერ. სუში მეგონა, მართლა სუში მეგონა. თქვენ შეცდით. სუში თუ გეგონა რატო არ აიღე? აგონი გიჟიო. ზღადაშორის იყოს არაფერი, მაგრამ მაგარი მსუყეა. ეგ შემიძლია, ის რო იყიდება, შეფუთულები რო იყიდება, ესენი ერთი რაღაც 750 გრამიანი თუ რაღაცა. ორს მაგას სალაჩი ვჭრია, просто ზვირია. ამიტომ ერთ ვჭრი. არა, ერთი ზვირია. იეი! ეგ უნდა დალიო. 450. არა. ვალკო ესეც გესროლო თუ გამომართო. შენ ძალიან კაი იყო დღეში ხარ ეხა რა. დახმარებაც გაქვს, კითხვის ნიშანიც გაქვს და 2 ლოტია დარჩენილი. იდეაში. შეიძლება წაგართო. მიდი, დაჩნია რა მოვა. 2. ლოტი ნომერი 2. გასალოდები შიდ ლობიოს რა თქმა უნდა. ხო, მე ვიმ ჭამე. მართლა? ძალიან იმის მერე ის ტკბილი იყო ძირითადად ის ჭამ. ხო, აი ტკბილი ხო. იმენა საშინელება იყო. შუაში რო გამოვიდეს. ხო. რადვია შიგნით? მითხარი სიმართლე? მე მგონი რეკორდზე ვეღარ მივდივარ. რა? თორე სუშია. 2 წელი სუში, ზღაპარია. გოსანცით ამამე. მე გითხარი არ მოგატყუებ თქო. აი ძალიან არ მოუხდა, მე გითხარი არ მოგატყუებ თქო და მე რაც არის მაგას გეტყვით თქო, მე გითხარი. აი რაღაც სატრაკე. აუ შენზეა ზმოთ ვარჯერა ჩემი. აი ჭამე. აუ ჩემი. მე არ ვარსლო ვეღარ მივდივარ რეკორდზე. რა არის? არის კალმახი? ხო. მე არ ვახჩი. არა ბიჭო, არ გევასება თებზი? 2-ია თა. ხებია ხო? არა. დახმარება მინდა რა. არა ხები რო არ ქონდეს კიდე ხო? კიდე კაი არ წავართ. რაც არის იქ დარჩენილი ყველა ვარიანტი ჩამაგიწევს რა. იმოშიაც არის დარჩენილი. უ კითხვის ნიშანი აიღე, ჭამაც არ მოგიწევს და ფულის დაგერიცხება. ალბათ უფრო ლოგიკურია რა. ხო, კითხვის ნიშანს ავიღებ რა. მოკლედ ჩვენ კონდა ბოდიში ფხარო არ ყოფილიყო ახ. ანუ აი ჩალიჩი რო არ მიწევდეს, შევჭამდი. ოკეი. და ვერ მოვას. ხო, ძალიან საჩალიჩოა. კითხვის ნიშნის რუბრიკა ჩვენ კონდა YouTube challenge რა. ჩვენი გამომწერებმა კომენტარებში დაგვიწერეს თუ რა challenge შეიძლება და ყოფილიყო ამ კითხვის ნიშნის უკან. ვისი challenge-იც ამოვიდო და კითხვის ნიშნის უკან, მას გადაეცემა საჩუქრად 2 ნაკრები კომბინირებული ლუდისასი და ბავარიასი, აი ესეთი. და ერთს ამას კიდე შენ გიგზავნი საჩუქრად, გიგზავნი აქეთა სუფრიდან. ხაშულში მიგზავნა. მოკლედ ეს მადლობა დიდი. ტელეფონში გამომიგზავნეს რაც არის challenge და მოდი წავიკითხავ ტელეფონიდან. ბასტოსი არ არის, ჩვენი გამომწერია, როგორც მივხვდი, ეს არის საბა ოკრიბელაშვილი. ასეთი რამდენი დაწერეთ კითხვის ნიშნის უკან, რომ გადაირტყას ასე ამხელაო. და ბედისწერის თუ გჯერა, თევზს კი აცდი, თევზის ჭამას, მაგრამ თევზი შემოდის სტუდიაში. ვინ არის ეგ მანახე? კომენტარებში აღევიდა დავიწყა სახეში. აქვე საბას ვეტყვი რომ საჩუქრის მისაღებად მოგწერე ჩვენს Facebook გვერდზე და მისამართი მოიწერე. შედახვდებით როგორ მოხდება საჩუქრის გადამოწერა. მოგაწოდოთ მისამართი მოიწერე კომენტარებში. კაი ბიჭო, პატარა თევზია. აუმახია. კი არ ორაგულია მე მგონი ხო.
რა სკუმბრია რა. სიბასიო. ხო, ნუ მოკლედ ჩემო ძმაო, საფეში ხო? ორჯერ უნდა 10 ჯერ იყოს, просто სუნიამიო ხო ალბათ. საფირფარეშო გვაქვს საფორდი რაღაც არის საშუალება რომ ხელფირი დაიბაჭო. რომ გავიხადო, გავიხდი ვაფშე. რა პრობლემა? მე არ ვარ. მე არ მაქვს ბატონო. მე არ ვარ. ხო. მე არ ვარ წინამდე გიქთხო. მაგას ჩავიცნო. იდეაში ის არის. ეგ არის. საწოგი მარი გაიჭირა. იცოდი რომ ეს მე რა მაქვს გაკეთებული ისი მისაღებზე ჩვენ გადაცემაში ხევს ვაკოცე ტუჩებში. ეგ და სისხლიანი იყო. სისხლები გადმოუგვიდა რომ ვაკოცე მაგ. სამწუხაროდ აქ როგორც ხელა ტუჩებში ვერ ვაკოცებ. თავის სადღაც დაუკარგეთ. არ გამისრიალდეს პროსტ ხელიდან მე მაგის. აუ არ გამთიშა. აუ და არ მინდა. მოდი შეიძლება. არა მიდი. აუ მეც ხარ. ფუ, მოგითხარ. მეც მომეცი რა რამე პარკი რა რომ ავიფარო. აი სული არ მინდა დამესვაროს. არ მეზიზღება, просто აი რაღაც გული რატომეო. მიდი. ახ ჩემი და თუ გინდა მეორე, თუ ეგ როგორც მეთქვი. შენ სულ ერთი ეს. კაი, იგივე იყოს. აქედან. მეორე? მოუტრიალდეთ? არა, ეგრე იდექი. მე მაგრა მიდი. ვაა, საღოლდო. ეს შევწვათ ხო მე რო ჭამოთ. რა თევზი მართლა ის არ არის? ბიჭო, ურაბულს გავავს რავი, ან კალმახს. საღოლ შონზე ძმაო. არა, გარი იყო. დამსახურებული 150 ლარი დაგდათ და იქიდან დაგვემუქდნენ რომ თუ კარგად არ დაარტყა ყორივე საქართველოს ფულსო. ნუ მისამართი მინდა იმ ბიჭს. ვის დაწერა. აუცე მოიწერე მე ის ამბობს და პირველ რიგში შეგაგებინებ. აი ეხლა ჩემი ჯერია, ამას ჩაუშვებ და ნუ სხვა არჩევანი არ მაქვს გარდა პირველი ნომრის და შევხედოთ რა არის მანდ. როგორ ფიქრობ, ანუ რეკორდზე წასვლა თუ გინდა, უნდა წამართო. დეჟავი მქონდა. ვაიმე. всё, იცი როგორ დავტოვდება. მართლა მქონდა. აუ ეს სიზმარში მაგ ბოლომდე არ თავარია რომ არაყი არ იყოს და პარავ ყველა. ერთი შოთი არაყი რა უბედურება, გაი რა. ჩემია. ვა, თურმე ერთი შოთი არაყი. ჭამ. კათამია რომ ჭამ. აი, თქვენი იყოს. დავქნა ბატონო. სულადებიობა ეს დაგვიმუღამა, კაროჩი წინა გადაცემებში რომ საშინელება ამოდიოდა. გაუბედურებული სუშია ეს რა სულ. ლალი ყოფილა უნამუსო ადამიანი ზვაო ამოგივი და ერთი ცალი სუში. მაგრამ იმედია რაღაცა ვადაგასული ან რამე ეგეთი. კი, ეთქობა რო ეგ. ხო და ნახე აქ არის როგორი მომენტი. ეხლა დახმარება მაგაში დიდათ არ გჯერდება შენ რომ რაღაცა მოიგო წააგო, მაგრამ ერთ-ერთის უკან იმალება +100 ლარი. არის დარჩენილი ლურჯი და მწვანე ლუდისები. შენ უნდა აირჩიო მაგორიდან ერთ-ერთი და რა მოვა, მაგასაც ნახავ და მეორე არის ულუფის განახევრება, ხო? სწორად მახსოვს და ნუ აი ხა მაგის ულუფის განახევრება რა ვიცი, ნახევარს მე შევჭამ და ეგ არის. ლურჯი თუ მწვანე? ხო, ლურჯი ან მწვანე? მწვანე, რა თქმა უნდა. მწვანე, იმიტომ ყველაზე მეტად გიყვარს ეგ გემო თუ? კი. sweet უფრო და აუ მწვანე ლუდისა 100 ლარი? მწვანე ლუდისა ყოველთვის ამართლებს ბიჭო, ყველაზე ჯიგარი ვაფ. ან თუ შევჭამე 100 ლარი +100, ანუ 150 და +100. აი თუ შეჭამ მაგას თუ გაუნკაუნტები. ნახოთ, აბა ნახოთ, მიდი ჩარტი. 3 2 1 აუ რა დღეშია, პროსტო მიდი უდი აუ ია. აუ საღოლ, ბრავო შონზე. ძალიან 250 ლარი, ძმაო 850 ლარით მიდიხარ. ანუ ნახე ეს ზედმეტი ჩელენჯების და ყველაფრის გაკეთების გარეშე 850 ლარით მიდიხარ, ანუ პატიოსანი ბრძოლით რა. ძალიან დიდი მადლობა გასლაპარაკოს. ძალიან დიდი მადლობა შენ რომ ესეთი ძალიან სახალისო და მაგარი გადაცემა გამოგვივიდა თავისი თევზის შემორტყმებით.
თავის სუში ჭამით. და მოგლეთ ყველაფრით რა. კაი გადაცემა, მოდით. არინანებთ. გენაცვალე შონზი, მოგლეთ უღმესი მადლობა. აქვე ვიტყვი რომ მეგობრებო, ვინც გვიყურებთ, გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო და აუცილებლად იაქტიურეთ კომენტარებში, იმიტომ რომ დღეს უკვე ერთი გამარჯვებული გამოვლინდა, ვისი კომენტარიც მოხვდა კითხვის ნიშნის უკან. ასევე უღმესი მადლობა ჩვენს წარდგენს ლუდისას და ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას და უღმესი მადლობა ჩვენს სტუმარ შონზიკას. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, კაი იყო, მადლობა. გენაცვალე. აბა გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. შევხვდებით.